საპატრიარქო არ გამორიცხავს, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხი მთავრობასთან კიდევ ერთხელ დააყენონ. ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ, თქვა საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. ანდრია ჯაღმაიძემ ადრეც თქვა, რომ პატიმრების გათავისუფლებაზე ხელისუფლებას სამჯერ ესაუბრნენ. უსტაველის გამზირზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. პარლამენტთან დაპირისპირება დილით მოხდა. ადგილზე მყოფ აქტივისტებს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ცნობით ისინი ოცნების მხარდამჭერები იყვნენ, რომლებიც რუსთაველზე პროვოკაციის მოსაწყობად მივიდნენ. თბილისის გასასვლელებში საცობია, მოქალაქეები ფოტოებს აქვეყნებენ და წერენ, რომ მანქანების სიმრავლის გამო მოძრაობა შეფერხებულია როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით. მოსკოვში ოპოზიციურ ნოვაია გაზეტას ოფისში პოლიცია ჩხრეკას ატარებს. რედაქციის ადვოკატებს შენობაში არ უშვებენ. გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ საქმე ეხება პუბლიკაციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს.